მირჩევნია 5-4 მოვიგო ვიდრე 1-0. ეს სიტყვები იოჰან კრუიფმა წლების წინ თქვა და გუშინ პარიზში ამ ყველაფრის დასტური ვიხილეთ ფეხბურთის ზეიმი შედგა ტოტალური ფეხბურთიდან გეგენპრესინგამდე. აი ამ ორი დიდებული სტილის ჰიბრიდი ვიხილეთ და ეს ყველაფერი არის გარანტია იმის რომ ანტიფეხბურთი და საჯარიმოს ჩაყენებული ავტობუსები ფესვებს ვერასდროს გაიდგამს და ფეხბურთის სახე ვერასდროს იქნება. ცრუცხრიანი გუშინდელი საოცარი ნახევარფინალური მატჩის ანალიზით დაგიბრუნდათ. ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დიდებული წარმოდგენა და საჭირო მომენტში თავის თავზე აღებული თამაში. ლუის ენრიკესა და ვენსან კომპანის შესრულებით ეპოქალური და ისტორიული საჭადრაკო პარტია ვიხილეთ. ამ ყველაფერს დეტალურად დღეს გაგაცნობთ. გადავსვით 50,000 გამომწერს და დღევანდელ ვიდეოში როგორც დაკვირდით, გათამაშდება PlayStation 5. ამიტომ ბოლომდე უყურეთ და ბოლოსკენ გაგაცნობთ წესებს, ყველაზე სამართლიან წესებს, თუ როგორ უნდა მოიგოთ ეს სუპერ პრიზი. ახლა კი გადავიდეთ უკვე ანალიზზე. სანამ დავიწყებდეთ ახლა განხილვას, იქამდე უოჭველი დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო 2000 ლაიქზე უნდა ავიდეთ, რომ შემდეგ მაისურების გათამაშებაც ჩაირთოს და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი და აფასეთ სრუცხრიანის გუნდის შრომა. დავიწყოთ ახლა ცხელი თემით, ვიცი ელოდებით ამას, გუშინ ძალიან ბევრი კომენტარი იყო, მატჩის MVP გახდა უსმან დემბელე, არავიდან ელოდა ამას, როცა უყურეთ თამაშს და განცდა არ ქონია რა, იქ იყო კეინმა მაგრა ითამაშა, ოლისემ კვარამ იფრინა პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში და უცებ დემბელე გახდა საუკეთესო. ჩემი სუბიექტური აზრით ესე ვიტყვი, ვინც 90-ს უყურეთ, მე მეორედაც უყურე, გადავახვიეთ ცივიგონებით და თავიდან ბოლომდე ვიხილე. არ ვიცი, ძალიან 2-3-4 ფეხბურთელი შეიძლება გამოვყოთ, რომლებმაც ან სული ჩადეს, არ გაჩერებულან წამით, წინ და უკან სირბილი, გავლენა თამაშზე. დაცვაში ჩასვლა, ნახევარდაცვაში მოქმედება, თავდასხმაში. დემბელეს მარტივია დააკვირდეთ უბრალოდ. ყველაზე მეტად კომფორტში და ფუფუნებაში მყოფ ფეხბურთელი არის. შაშანდელ სეზონშიც ეგრე იყო და ამ სეზონშიც ეგრე არის. და ის ცალკე თემაა, რომ ყველაზე ვარსკვლავური იმიჯის მქონე ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც შესაძლოა პარის სენ-ჟერმენმა ოქროს ბურთზე გაკაჩოს გუნდის წარმატების შემთხვევაში. დუეს და ბარკოლას ახლა შუაზე რომ გაიხნენ, ეგენი ოქროს ბურთზე ვერავინ გაკაჩავს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ პარის სენ-ჟერმენი წელს ისევ აწევს თასს, აი ამ ცოტა სუბიექტურ და უნამუსო მიდგომებს კლუბი დაივიწყებს და დამსახურებულად დიდი მატჩების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება კლუბის მხრიდან ყველაზე მეტად წინ წამოწეული ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში. ეს არ შემჩნევის მომენტები გუშინდელ შეხვედრაშიც იყო, აქ მაგალითად ვიტინიას ეპიზოდი, როდესაც ცენტრიდან წამოიღო, საკმაოდ კარგი შეტევა იყო, ძალიან დიდი სივრცე იყო მარცხენა ფლანგზე. დგას მარტო ხვიჩა, მეურვე გაიქცა, ჩავარდა აქ მაგინიზაცვა და ძალიან მარტივად ველოდით აქეთ პას რა, რომ მე წავიდოდა 1-1-ზე უპამეკანოს და გაამწვავებდა. მოტრიალდა და იქეთ შეტენა ბურთი მარჯვნივ. დუეს მიმართულებით რატომღაც არ ვიცი და ხედავთ უბრალოდ რამხელა განსხვავება რიცხობრივად, ანუ სად მისცა დუეს ბურთი და დღეს დაკარგა. და აქეთ კვარა მარტო დგას. ანალოგიური და უფრო უარესი ეპიზოდი იყო უკვე დემბელეს შესრულებით, როდესაც ცენტრიდან წამოიღო დრიბლინგით და მარცხენა ფლანგზე სივრცეში მყოფი კვარა და პლუს გვერდით ედგა დუეა. ორი ყველაზე მაგარი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი. და აქაც ტრიალდება, არავინ არ იცის რატომ მოტრიალდა და ეს უცებ ეგონებად შრომოძრაობა გააკეთა და გადაიტანა საპირისპირო ფლანგზე ბურთი ისევ და გაართულა ორი შეტევა. გადავიდეთ ახლა ხვიჩას გოლზე და მენტალურ მომენტს მინდა შევეხო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ესეთი open play, ღია თამაში, როგორც ეძახიან მწვრთნელები ტაქტიკურ ენაზე, როცა ორივე გუნდი თავზე ხელაღებულად, ესე პირდაპირ გამოდის და ხელს აწერს აი ესეთ თრილერს, რაც გუშინ ვიხილეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უპასუხებ შენს ოპონენტს რა. იმიტომ რომ გახსნილი თამაშია, უეჭველი ხვდები რომ 3-4-5 ბურთი გავა მეტი, გაგიტანა ერთი შენმა მეტოქემ, ხო? სულ ერთია მასპინძელად სტუმარი. წავიდა შემდეგ მომენტების გაცვლა, დაბომბეთ ერთმანეთი და როდესაც აფუჭებ 100%-იან ეპიზოდს, რაც დემბელემ გააკეთა იმ სულელმა, ანუ რა საოცარი მომენტი გაანიავა, დიდი შანსი იყო, რომ ბაიერნს შემდეგ მეორე გაიტანა, ხო? ნახეთ ეგ ოლისემაც გააცვლა და იყო რა მომენტები. 2-0 გავხდარიყო თუნდაც, ხო? რომელიმე შემთხვევაში რისკები იზრდება, რომ ჩამოიშალო მენტალურად რა. ძალიან დიდი შანსია, რომ ორი ბურთი თუ გაგექცა მეტოქე და 3-ით მატჩის სტარტზე ხდება რა, ფეხბურთი პირველ რიგში და სპორტი არის ფსიქოლოგია და შემდეგ არის ფეხები და ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა ჰქონდა კვარაცხელიას გოლს. და ორმაგად მე სიამოვნა, რომ დემბელეს გაფუჭებული მომენტის მერე კვარამ ესეთი ფენომენალური გოლი გაიტანა და თავიდან მინდა განახოთ ახლა ეს კადრი.
რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ მოძრაობას, რაც მან შეასრულა რა. მარცხენა ფლანგზე როცა სივრცე მიიღო და აუცილებლად მიიღებდა სივრცეს, აი ამ თამაში ოლისე, კვარა და ეგეთი ჯადოქრები იქნებოდნენ, ასე ვთქვათ, ბევრი შესაძლებლობით და ველოდებოდი ამ მომენტს და სტანისიჩი აქ შორი ახლოს დგას კვარასთან და აი შეხედეთ კადრს, აი ეს მოძრაობა ტანის რა, შეათამაშა ფეხები ტანი და ანუ ანიშნა რომ აი გიპირებ ჩარბენს რა, სპრინტი იქნებოდა. მაგრამ არ იცოდა სტანისიჩმა რა მომენტში მოწყდებოდა და ეგეთ მომენტებში კვარამ რაც თავისი სპორტული წონა დაიბრუნა, ასე ვთქვათ, ნაპოლიში პირველ სეზონში როგორც იყო, აი ეს კუნთოვან მასას გულისხმობ, ძალიან ასწრაფებულია ამ სეზონში ხვიჩა და აი ამ რამდენიმე ნაბის ესეთ მანევრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, გადაუგდეს ბურთი, გაასწროს სტანისიჩს, იქ 1-1-ზე იყო და არ ყოფილა ეს ისეთი თამაში, რომ ვერ იქნებოდა, რომ 2 და 3 კაცი ხვიჩას და ულისეს ასე ადევნებოდა რა, იმიტომ რომ გამორიცხულია დაისჯები, მე არ გეყოფა ელემენტარულად თავდაცვის დროს რაოდენობა ფეხბურთელების. და გამოიყენა ეს თავის მომენტი, სივრცე მიიღო, გადაწია შეუსრულა და უმაღლესი დონის გოლი გაიტანა. ეს არის აი როგორი ტოპ დონეა, იმის იქეთ არაფერი არ არის უკვე რა. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალის, ნახევარფინალ ოქროს ბურთის დონე არის უკვე რა. დამთავრებული საკითხი არის. დეზირე დუ ეს მომენტი მინდა განახოთ. ეხლა მარჯვენა ფლანგიდან საინტერესო შეტევა იყო პარიზელების მორიგი და აქაც მორიგა ეგოისტურ ქმედებას წავაწყდით. ამ შემთხვევაში ხვიჩაზე არ მაქვს აქცენტი, ზოგადად თავის თავზე აღებაზე მაქვს რა, საუბარი. ხედავთ აქ ზაირემერემ გააკეთა ძალიან კარგი ჩარბენი რა, ეს მანევრი, გაიტყვა მცველები, საჯარიმოში შეიჭრა და გამოუთავისუფლა სივრცე საჯარიმოს მისამდგომებთან ყოფ გუნდელებს. იყო ვიტინია, უკან დებელეც იდგა და აქ დუემ წამოიღო და კარგი მომენტი როცა იყო, უნდა გაეგორებინა და აშკარად დასარტყმელს გაყავდა 2-დან 1 გუნდელი ან ორივე, აიღო თავის თავზე. ყველაფერს ხედავთ აქ რამხელა სივრცეა და რა სიტუაციაში დაატყა, რამდენიმე ტოქე ედგა წინ. წარმოუდგენელია, უბრალოდ ძალიან მაგარი გუნდია ინდივიდუალურად და ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომ ვერცხლის წყალივით მოძრაობენ და ბევრ მომენტს ქმნიან. ესეთი ეგოისტ ფეხბურთელები ხშირად ან ღუპავენ გუნდს და იმედი მაქვს, რომ პარი სენ-ჟერმენს ეს არ დაემართება და სამომავლოდ კონკურენციაც გაიზრდება თავდასხმის ხაზში. შემდეგი კადრი მინდა განახოთ, უკვე ოლისეს ფლანგზე გადავიწიოთ და საინტერესო მომენტს მივაქციე ყურადღება, რამდენი ეპიზოდი გახსოვთ VS 1-1-ზე, როცა მენდეშს მაგრად აუარა, ჩაუქროლა და დაჩაგრა, ხო? ბევრი, ხო? 90% შემთხვევაში ერთადერთხელ წაართვა მენდეშმა ბურთი ისიც რისვაი ვაგლახი და ტანჯვით. აი ისე დღეს ჩააგდო ოლისემ, როგორც კარიერას დაუსრულა ის იმიჯი, რომ ვერავინ ცდებოდა, ეგეთი იმიჯი ჰქონდა მენდეშს. და აქ იყო ეპიზოდები, როდესაც კვარა გადადიოდა დაზღვევაზე და ეს ხშირად არ მომხდარა ამ თამაში და წეღანე გვახსენეთ თუ გახსოვთ ეგ მომენტი, როცა ასე გახსნელი მატჩია და ძალიან ბევრი გოლი გადის და უაზროდ დარბიან ფეხბურთელები და არ ღია თამაში, თავზე ხელაღებული, შენ ერთ ფეხბურთელზე 2 და 3 მეურვეს ვერ გადაიყვან, იმიტომ რომ შემდეგ სხვა რჩება თავისუფალ სივრცეში და როცა მეტოქე 9 კაციანი პრესინგით გიტევს და ამოდის, იქ თუ 3 კაცი გადავიდა ერთზე, ხო? უეჭველი ვიღაც თავისუფალი რჩება და აქ ისეთი გუნდები არიან, რომ იქ მარკინიოს და უპამეკანოსაც ძალიან მარტივად შეუძლია რომ გოლი გაიტანოს, ეტევაში ავიდეს. და ხშირად რჩებოდნენ 1-1-ზე გარემარბი როგორც სტანისიჩი და კვარა იყო და ასევე იყო მენდეში და ოლისე და აი ნახეთ რამდენიმე ეპიზოდი იყო როცა ხვიჩამეს თავისი ჩვეული დაზღვევა განახორციელა და ყოველ ჯერზე ოლისე აკეთებს მარტივ პასს უკან ბურთს იშორებს ანუ გამწვევაზე არ მიდიოდა რა არ ვიცი ეს შემთხვევითობა დამთხვევა გააზრებულად გააკეთა ეს საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით რომ შარშავ ნახეთ რომ ვისაც კი შეხვდა პარი სენ-ჟერმენი რისხანე მეტოქებს ფლანგზე ყველა მათგანი გაანეიტრალეს მენდეშისა და კვარაცხელიას ტანდემმა. ძალიან საინტერესო მომენტი იყო და აქ მოდი ვიდისკუსიოთ ამაზე, ვიმიჟელოთ კომენტარები გამოუშვით, რას ფიქრობთ ამაზე. მაიკლ ოლისეს გოლზე მივედით აქ და თავად დამნაშავე მინდა გამოყვა. აქ ვიტინიას ბრალეულობა არის მეტნაკლებად, იმიტომ რომ მთლიანად ნახევარდაცვის ცენტრი და დაცვაც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ თუ შეიძლება ვინმეს ასე ვთქვათ. ხელი დავადოთ, ვიტინია იყო და დააკვირდით კადრს, როდესაც შენი გარემარბი, მეტოქის გარემარბი შემოდის ცენტრში იპარება და ოლისეს ეს პირველად არ გაუკეთებია, ხშირად თამაშობს ასე. ვინ უნდა დაასრულოს, ცველი ხო არ ამოყვება ხა ცენტრალური, ხო? იქ თანასხმელები ყავს ასაყვანი. საყრდენ ზონაში რომელიმემ უნდა გაუწიოს მეურვეობა და აქ ხედავთ რომ მარცხენა ფლანგისკენ არის გადაწეული ნევეში, იქეთ დაცვის იქეთა ფლანგზე ეხმარება სტანდარტული იყო და დიდი ძალებით და ბაიენი. ზაირემერი არის მარჯვენა ფლანგისკენ და ძალიან ლოგიკურად დგანან და ცენტრში ვინც თავისუფლად არის და თავის კაცი არ ყავს არის ვიტენია და იქ კაი მეორე ფორვარდივით დემბელესთან ერთად მიძუნძულებს.
ვითომ არაფერი არ ხდება და აი აქ შეიპარა ოლისე და ახ რამხელა სიუცი, ანუ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და გათვლილი იყო, ასე ვთქვათ. შეიპარა და მე იქ ზაირემერი მიხვდა რაც ხდებოდა, უბრალოდ ვეღარ დაიწეკა. დაზღვევაზე ვეღარ გადავიდა. ვიტინიემ აქ ზონა ჩააგდო და შემდეგ უკვე ვეღარ გარისკეს ცენტრალურ მცველებმა ამოსვლა, იმიტომ რომ თავიანთი ხალხი ყავდათ, ასაყვანი და ერთი ამოსვლით შეიძლება ოლისეს მომენტი გამეორებული იყო, იქ საფანომაროა უყო ერთ-ერთზე ეგეთი და დარჩა სივრცეში. ანუ რა დააჭედა მე და რა გოლი გაიტანა, ყველა კარგად ვნახეთ. ეს აშკარად ჩემია სუბიექტური აზრით, ვიტინიას ინერტული თამაშის ბრალი იყო ეს ამ შემთხვევაში ეს ოლისეს გოლი. და უპამეკანოს შევეხები ორი სიტყვით, კვლავ თამაშობდა ამ შეხვედრაშიც იმ დოზით არა როგორც რეალთან ვიხილეთ და სხვა მატჩებში. აი ეს მეტოქის ნახევარზე რო ადიოდა ეს 7+1 და ასე შემდეგ, მაღალ პრესინგზე იყო მომენტები, რომ თამამა დავიდა და საერთოდ რა ვიცი, ნევეშის დასაპრესინგებელი რო იყო, გავიხედავდით და თამაშობდა უპამეკანო და აი ძალიან მოკლედ შევეხები, აი კვარას ეპიზოდი როცა იყო, რომ წინვალად გასდა უპამეკანო და პენალტი გვეგონა ერთ შეხედვით. გამეორებაზე გამოჩნდა რომ არ იყო იქ. ფეხი დროულად ჩაუდგა, სანამ ბურთს მოარტყამდა. ესეთი ტაქტიკით როცა თამაშობ, გეგენპრესინგი, ტოტალური ფეხბურთის ნაზავია, ძალიან ამოწეული ხაზი, უაზროდ დიდი რაოდენობები შეტევის. ხო, აი ფლიკის ბარსა ეს ბაიერნი კომპანიის და ასე შემდეგ, ხო? დიდი მნიშვნელობა აქვს დაცვაში ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ, სწრაფ მცველებს, როგორიც არის უპამეკანო. ტახოდ მაღალია, მაგრამ ნელია. აბალანსებენ ერთმანეთს რა. სულელური შეცდომები მოსდის ხოლმე, მაგრამ აი რა ფასი აქვს ამ ფეხბურთელს. რამდენჯერ მოატყუეს და რამდენჯერ დაეწია შემდეგ იგივე დემბელესაც ერთ-ერთზე რო გადიოდა. ორჯერ მოატყუა და ორივეჯერ დაეწია. აქაც კვარა მაგრად ჩამოიშორა და მოასწრო და ფეხი მაინც ჩაუდგა. უეჭველი გოლი იყო. ნუ გაიხსენეთ, ბარსას ხომაგები ადვილად მიხვდებით, ვიზე მაქვს საუბარი, არაუხო რო ყოფილიყო მსგავსი პოზიციის და აღნაგობის ფეხბურთელი. პენალტი კი არა, ალბათ რა პირობითზე გაუშვებდნენ. 10-ს მისცემდნენ, ისე აიკიდებდა პენალტს წამებში. მოკლედ მეტი დაფასება და აი უპამეკანოს ხშირად ისეთ დაუმსახურებელ კრიტიკებს იღებს ეს ფეხბურთელი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო და გამოიწერეთ Crystal Sports-ის YouTube არხი. 2000 ლაიქზე ირთვება მაისურების გათამაშება და PlayStation 5-ს ვათამაშებთ დღეს 50000 გამომწერს გადასცა ჩვენი არხი. წესები იქნება ვიდეოს ბოლოში, ასე რომ ბოლომდე გვიყურეთ. ახლა გადავიდეთ პენალტის ეპიზოდზე. საკმაოდ ისეთ განსახილ არბიტრებს და ექსპერტებს უყვართ, ყოფილ არბიტრებს განსაკუთრებით. ისეთი განსახილველი მომენტი იყო და ორივე რაკურსს გაჩვენებთ. პირველი იყო წინა მხრიდან, მეორე ზუგს უკან. ავხსნი ახლა რომ არ დაინიშნა პენალტი არბიტრს, რატომ არ დანიშნავდა და რომ დანიშნა, რატომ დანიშნა. რატომ შეიძლებოდა ამის არ დადება. წინა მხრიდან ხედავთ აწვის დემბელე და სხეულიდან, ან ტანიდან ასხლეტელი ბურთი ხდება ალფონსო დევის ხელში. ფეხბურთს ვინც უყურებთ და განსაკუთრებით აი ვარის ეპოქა და ასე შემდეგაც დაიწყო. უამრავი 11 მეტრიანი იყო შესაძლო, როცა არ დადეს, იმიტომ რომ გაცილებით უფრო გაშლილი ხელი და აი ძალიან აშკარა სიტუაცია იყო, მაგრამ სხეულიდან აისხლიდა და რა ვქნა, ანუ ეს არის ბუნებრივი სიტუაცია. ვერავინ გაექცევა ამას და საკუთარი სხეულიდან ასხლეტელზე პენალტს არ ნიშნავდა. ბევრჯერ გვინახავს ეს. რატო დანიშნა ეხლა? შევხედოთ მეორე რაკურსს. ზუგსუკნიდან ამ შემთხვევაში ხელები აქვს შეკრული, როგორც ბევრი მცველი და მოთამაშე შვება ჩაწოდების დროს მალავენ ხელებს ზუგს უკან, რომ ნუ პენალტისგან თავი აიდო, ხო? და როცა უკვე პასს აკეთებს დემბელე, იმ მომენტში ხელი გაშალა. აქ ითამაშა ხელით, ანუ რა. ეს ამ სიტუაციაში, როდესაც ფეხბურთელი ხელებს კრავს, იქ თუ არ დაეჯახა ვინმე ან დაეცა, თავისი ნებით ეს ემალე ხელს არ შლის. თან ზედ ჩაწოდების წინ რა. ეს ხელი ძალიან საეჭვოდ გაშალა, იქ დაინახა საჯმა ვარზე, როდესაც იხილა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 11 მეტრიანის დანიშნა. ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო, აქ არაფერი რაღაც სკანდალური და ქვეყანა დაიქცა და ვაიმე და რაღაცა იგეთი არ ყოფილა. თქვენ რას ფიქრობთ? კომენტარებში დაწერეთ. მეორე გოლის ეპიზოდს მივადექით კვარას დუბლზე და აქ ცოტა უკნიდან დავიწყებ. ვიტინემ ხო ფენომენალური პასი გააკეთა აქ ფლანგზე. დააკვირდით კადრს, ცოტა ფართოდ შევხედოთ რა, გარემარბების თემა და უკან შრომა და ასე შემდეგ, ბევრჯერ მისაუბრია ამას რუსრიანში. ამ ეპიზოდში თავის ფეხბურთელს, ასე ვთქვათ, მეურვეობს დეზირე დუეს ფლანგზე, განაპირა მცველი ხო, ლაიმერი იდგა მარცხენა მცველად მეორე ტაიმში. დუე აკეთებს მანევრირებას, ამოდის უკან, რომ ამოიყოლოს მცველი, იქ ყოფი პავლოვიჩის აყდენი, თავის კაცს მეურვეობს ნევეშს და ვინ შევა ფლანგზე? ჰაკიმი. და რა თქმა უნდა, მეორე მხრიდან გარემარბი, ლუის დიასი. ძალიან ლოგიკური მომენტია აქ რა, გუნდი არის უკან დახეული და როდესაც ესე უკან ხარ ჩაწეული, ხაზი უკან არის, დაბალი ბლოკი, გარემარბსაც ევალება რომ გუნდელი დააზღვიოს. და აქ მანევრი რომ მოხდა, ჰაკიმი ჩაირბინა, სხვებს თავიანთი ხალხი ყავთ ასაყვანი, ყველაფერი მარტივად არის. ვიტინიამ რა თქმა უნდა ამ ხელას სივრცე შენიშნა და გადაუკიდა და
აბსოლუტური ჩავარდნა, კატასტროფა სრული. რამხელა სივრცეა ხედავთ. ანუ შემდეგ იქ შევარდა ჰაკიმი და იქ უკვე იქიდან ყველაფერი მოხდა ლამაზად, მაგრამ დააფასეთ კიდევ ერთხელ. კვარაზე რომ ეს 2 წელია რომ ესე გავკივი ვარ, ასე თქვა და ყველა ვიდეოში ვახსენებ, საჭირო ვარ რა, თურმე დასაფასებელი არის. აი, დიას დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიისგან მაგრად მოხდება, როცა გაანალიზებენ ამ შეხვედრას. მიუხედავად მატჩის წინ, იმიტომ რომ აქ ყველანაირი ლოგიკით თავისი ასაყვანი იყო ჰაკიმი. არანაირი გამამართლებელი აქ არგუმენტი მისთვის არ არსებობს. კვარამ ამ გოლის შემდეგ დაამყარა რეკორდი ჩემპიონთა ლიგის Paris Saint-Germain-ის ისტორიაში, გადაასწრო დემბელეს საგოლე მოქმედებებით, ანუ 10 გოლი და 5 საგოლი გადაწყვეტა. 15, აქამდე 14 ქონდა უსვას და მისი რეკორდი მოხსნა. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი და კიდევ უფრო სასიამოვნო იყო ის, რომ პრესის გამოხმაურება, ვეტერანი ფეხბურთელები და ასე შედაგ რუნის კომენტარი, რომელიც ადრე ათვლიდა ხვიჩას პრემიერ ლიგის დონის ფეხბურთელად, ახლა ითხოვს, რომ Manchester United-ში გადავიდეს და ეს ბიჭი გვიშველისო, ანუ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. გარეთ ბეილი საერთოდ ოქროს ბურთის მთავარ პრეტენდენტად მოიაზრებს ხვიჩას. მე მგონი ვეთანხმებით. და ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი ვალიდ აშეშური, ასეთი ჟურნალისტი არსებობს, შეიძლება არ გაახსმენიათ. ძალიან ხშირად აკრიტიკებდა კვარაცხელიას. Crystal Sports-ზე შემოდით, ნახეთ ნიუსები, წერთ და მოკლედ მაგარი ხისტი ტიპი არის და აი იფიქრებდი, რომ რაღაცა პერსონალ პირადი წყენა აქვს რა, ისე აკრიტიკებდა რა. სხვებს არა. ბარკოლაზო დემბელეს არა, აი ხვიჩაზე იყო ეს ჩაციკლულიო რო იტყვიან რა და უშ გამოვიდა თავისუფლად და ცხოვრებაში ხმას აღარ მოიღებო ხვიჩაზე თქვა. გამორიცხულია რომ მე გავაკრიტიკო და ისეთ შედარება გააკეთა საერთოდ რომ კვარაცხელია არისო, დეოდორანტიო, როდესაც გუნდში ცუდი სუნი დგასო, მას იყენებენო და რავი, ჩამოთვალა ყველა შეხვედრა, ჩელსი, ლივერპული, ბაიერნი, როცა გაუჭირდა Paris Saint-Germain-ს, ხსენად მოევლინა ხვიჩა და მატჩის MVP დაასახელა. აქ მინდა ეხლა დემბელემ რო გაიტანა ეს წინვალე გოლი, ესეც უნდა ვაღიაროთ. ამ მომენტზე გავამახვილო ყურადღება და აქ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გამორჩა ხვიჩას მოქმედება. თუ შეამჩნიეთ, დაწერეთ კომენტარებში, სასიამოვნო იქნება. 58 წუთი იყო და ანუ იგებს Paris Saint-Germain-ი კომფორტულად 4-2 ანგარიში, ბაიერნი საკუთარი ნახევრიდან ჩვეულებრივ პოზიციურ შეტევას დაბალ ტემპში აწარმოებს და საყრდენი პავლოვიჩი არის ბურთით საყრდენ ზონაში და კვარა რომელიც არის მარცხენა გარემარბიდან ხედავთ სად დგას კადრში აქ ანუ 100 გარემარბიდან 99 აქედან არ გაეკიდებოდა ანუ მარცხენა გარემარბი საყრდენ ახევარცველს ძალიან იშვიათად აპრესინგებს ხოლმე რა სხვა ფეხბურთელების მოვალეობაა ეს მით უმეტეს 4-2-ზე და დააკვირდით უბრალოდ გააყვა ხვიჩამ ცენტრში შემოყვა მიაპრესინგა საყრდენ ზონამდე ჩამოყვა ანუ შეავიწრო მაქსიმალურად შემდეგ ბურთი მოიშორა პავლოვიჩმა პასი გააკეთა და ანუ კი არ შეეშვა კვარა და წავიდა უკან თავის პოზიციაზე ჩამოყვა ბოლომდე რა იერიშს ბოლომდე ჩავიდა საყრდენ ზონაში 4 ნომრის პოზიციაზე საჯარიმოს ხაზთან და როცა მოიგერია გუნდმა შეტევა ერთი შეხებით იქ მიუგორეს ხვიჩას მოსაგერიებლად და კვარამ აი უბრალოდ რა კლასთან აქ მოედნის ხედვა ყველაფერი გამოჩნდა ერთი შეხებით მარცხენა ფეხით გადაუგდო დეზირ დუეს ამას ქვია კი პასი ანუ საგოლე შეტევაში გარდამტეხი გადაცემა შეასრულა კვარაცხელია მე გახსოვთ თავისუფალ სივრცეში დუე გაიჭრა და მიუტანა დემბელეს რომელსაც დიდებული დარტყმით გაუტანა ნოიერს. აი ესეთ ეპიზოდებს ანუ ეს არის ფეხბურთიან ნიუანს დეტალებშია რა. ესეთი პატარა თავგანწირვებით და გუნდური შრომის შედეგად მიიღება ის ნაყოფი და ეს ყველაფერი რაც მოხდა გუშინ ევროპულ პრესაში. დაინახეს ანუ რა, ტიპი ყველაფერს თამაშობს. თურმე საჭირო ყოფილა რა ასეთ დონეზე და ლუის დიასის ეპიზოდით წეღან დაცვაში თუ არ ჩავიდა. ჰაკიმის როლ გაყვა შემთხვევით არ მიჩვენებია. აქ ხუჩა რა გააკეთა? რომ არ ევალებოდა. ხაზი ამას გავუსვი. არ ევალებოდა აქ, არანაირი ლოგიკით. იმას ევალებოდა. ვინ როგორი მოქმედა, მე მგონი ნათელია. ჰარი კეინს აუცილებლად უნდა შევიხო, ვინახავდი ამ ეპიზოდს. ბევრჯერ მისაუბრია წინა ვიდეოებშიც, უკან იხევს კეინი და ნუ რა არანორმალური ფეხბურთელი არის და საყრდენ ზონაში რომ მოქმედებს და გამთამაშებლადაც ეს ყველა ვიცით, ვინც არიცით, ახლა ნახეთ, კადრებსაც ხედავთ, სად იღებდა ბურთს მიუნხენის ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რომელსაც 10 ნომრის პოზიციაზე ჯამალ მუსიალა ყავს და 6 ნომრის პოზიციაზე იუზუა კიმიხი. კეინი ჩადიოდა უკან და ამოქონდა ყველა ბურთი. ყველა რთულ სიტუაციაში, სადაც საბრძოლველი იყო, პრესინგი იყო, ჩადიოდა ჰარი კეინი. მეტრი და 90 თორთები ძალიან დიდია ძალიან, ანუ ტარანის ტიპის გაბარიტები აქვს, ასე ვთქვათ რა, მონაცემები და ძალიან დიდია. კეინი თავზე რომ უნდა ჩაუწოდო და აი რო ჩადგამს კორპუსს ვერ გააქანებო რა, ეგეთი ტიპია და სად ჩადის, ანუ როგორ ამოაქვს შლის შეტევებს, აპასებს აკეთებს. და ეს ლოგიკური გვირგვინი ამ ყველაფრის იყო ის საგოლე გადაცემა აქ ძალიან ის ობიექტურად არის როგორც ეს შემიფასოს მოთქვა რომ ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო
უცხოურ კლუბს გქონაგობ რეალს, ბარსას, ჩელსის, სულ ერთია. ქართველია, ბერძენია, მნიშვნელობა არ აქვს რა. ესეთი შედევრი რო იქნება, აი გულახდებოდ, რა, აი წამოვდექი ტაში დაუკარი გუშინ, ისეთი გოლი იყო, რომ ვარმა რო არ გააუქმა, სადღაც გულში არ წენია კიდეც, იმიტომ რომ ფეხბურთს და მით უმეტეს ასეთ ეპოქალურ მატჩს, რომელიც გუშინ ნახეთ, ისტორიულს 100 წელი დაიხსენებენ ამას და ბავშვებს ანახებენ სკოლებში. მოუხდა აი ესეთი შედევრი. სად მიიღო ტიპმა ბურთი და პედრის რო გააკეთებინა აქ პასი ან დებრუინს და უფრო უკან წავიდა ზიდანს, კროს, ჩავის, სულ ერთია. ვიტყოდით რომ ნახე რა, გენიოსმა კი მორიგი რა პასი გააკეთა, ნახე რა. მეორე დღეს ეს განვიხილავდით. 9 ნომერი რო ამას შვება, უკვე სხვა მოვლენა არის ეს რა. და იქ ლუის დიასმა როგორ შეასრულა, იქ ცალკე საკითხი არის და მარკინიოს სხვათა შორის ერთ-ერთზე უკვე ბევრი მომენტი დაგროვდა რომ მაგრად ჩაგრავენ. და კიდევ ერთი კადრი აქ შევამჩნიე თუ რომელიმე თქვენგანაც თუ დაინახეთ მაინტერესებს მე-14 წუთზე ზუსტად კვარამ მოითხოვა შეცვლა. გადასაც ხედავთ ანიშნა ენიკეს გამოცვალე რომ ტრავმა აქ არც დაწერილი არაფერი და არ ამგონია ტრავმა იყოს. კი პირველ ტაიმში კუნძზე მოიგიდა ხელი და გადავრჩით. შემდეგ შესაძლებაზე აუცილებლად შეავუწევდით არაფერი ისეთი. ხდება ასეთ მატჩებში ხაკიმისაც გვიგონა რომ დაამთავრა სეზონი ისე დაეცა და ითხოვდა შველას, მაგრამ შემდეგ წამოდგა და თამაში გააგრძელა. აქ იყო გადაღლის მომენტი დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ასე შემტევებიდან უკან არავინ შრომობს, დღეს ბევრჯერ შევეხი ამ თემას და ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო რა, გამომცვალეო, მოთხოვა და დროულად შეცვალა და საჭირო იყო კიდეც ის ცვლილებები, რაც განახორციელა ლუის ენრიკემ და უკანა ხაზი რო გააძლიერა. მეორე შეხვედრაში ვის ფიქრობთ, ვინ იქნება, ვინ თამაშობს გადამწყვეტ როლს და სამწვრთნელო დუელში რომელი გამოიკვეთა, რომელი მწვრთნელისკენ გადაიხარეთ, უფრო საინტერესო დამაჯერებელი შთაბეჭდილება რომელმა მათგანმა დატოვა ეს დაწერეთ კომენტარებში. მივადექით გათამაშებას PlayStation 5-ის წესების გაცნობის დრო დადგა და ყურადღებით მოისმინეთ. განმეორებითი მატჩის პროგნოზები უნდა დაწეროთ კომენტარებში, დღევანდელი ვიდეოს კომენტარებში. Flashcore მოგახსენებათ აპლიკაცია, შეხვედრის შემდეგ ეგრევე უწევს შეფასებას ფეხბურთელებს. თქვენ უნდა დაასახელოთ 3 ფეხბურთელი PSG-დან, Bayern-დან, ჯამში 6 ფეხბურთელი, რომლებიც თქვენი აზრით ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებენ განმეორებით ნახევარფინალში. შემდეგ, როდესაც დასრულდება შეხვედრა და ქულები დაითვლება Flashcore-ის მიხედვით, შევაჯამებთ და ყველაზე მეტი ქულა ჯამში, რომელ თქვენგანაც ექნება, თქვენს მიერ შერჩეული 6 ფეხბურთელს, ის მოიგებს PlayStation 5-ს. ხოლო თუ რამდენიმე თქვენგანი თანაბარ, ანუ იდენტურ შედეგს დააფიქსირებს, უპირატესობა მიენიჭება ყველაზე სწრაფს, ანუ პირველი, რომელიც დაწერს აი ამ კომენტარს. და რა თქმა უნდა, ედიტები, ანუ ჩასწორებული კომენტარები არ მიიღება. კომენტარების მიღება შეწყდება განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. ანუ იქამდე შეგიძლიათ ამ ვიდეოზე კომენტარები, თქვენი პროგნოზები დააფიქსიროთ. რა თქმა უნდა, საფეხბურთო მაისურების გათამაშებას ჩვენთანაა 20 მაისური 2000 ლაიქზე გათამაშება ირთვება ეს ყველაფერი. კვლავ ძალაშია, დაწერეთ კომენტარები და 20 საინტერესო კომენტარის ავტორი მოიგებს თქვენთვის სასურველ საფეხბურთო მაისურს. და ბოლოსკენ სუყე ლუკმა ძალიან მაგარი მატჩი ვიხილეთ პარიზში და კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრა ელოდება ხვიჩას და PSG-ს და ისე როგორ იქნებოდა მარტო დაგვეტოვებინა ჩვენი ბიჭი, სრულცხრიანი მიუნხენში მიდის და მომდევნო ვიდეოს თავისი ვლოგით და ძალიან მსუყე კადრებით მიუნხენიდან შემოგთავაზებთ. აბა დროებით.